საღამო მშვიდობის მეგობრებო. აი მოვედი თქვენთან. როგორც კი გამთა ვისუფლდი, აი უცებვე მოვედი თქვენთან. აბა როგორ ხართ? ცოტა უცნაურად ვარ, მაგრამ მაინც მოვედი თქვენთან მეგობრებო. კი. თქვენთან მოვედი კითხვების გარეშე ოღონდ, საჯარო ლაივით. კითხვების გარეშე, ჩემო ძვირფასება. იმედია ყველანი კარგად ხართ და იმედია ჩემი ხმაც კარგად ისმის. თქვენთან მოვედი საჯარო ლაივით. ჯადოქარი ცოცხით. ჩემი ჯადოქარი ცოცხით მეგობრებო. აბა როგორ ხართ? ხო კარგად ხართ? გუშინს მერე. გუშინდელი ლაივის მერე, აბა როგორ ხართ მეგობრებო? ой, რა ხდება აქ რაღაც არეულობას აქვს ადგილი. თავდაჯერებულობისკენ მივდივართ? კი, თავდაჯერებულობისკენ მივდივართ, მეგობრებო, აი? ნახეთ რა წერია? თავდაჯერებულობისკენ მივდივართ. ძალიანაც კარგია. აი შედეგიც ხო, მზისკენ მივდივართ. უკვე მზეც გამოგვინათებს, სადაც აქ. აქამდე კი იყო შორს, მაგრამ მაინც გამოგვინათებს მეგობრებო. თან თავდაჯერებული ვიქნებით უკვე, კი? ზე ახლოს გვექნება თუ შორს გვექნება, ამას არა უშავს. რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენა გვაქვს. ესაა ყველაზე მთავარი. ჯერ არ ვიცით რაზეა გაშლა. გავარკვევთ ახლა. გავარკვევთ. ჯერ არ ვიცით. ჯერ კარტებს ვამზადებ თქვენთან ერთად მეგობრებო, თქვენს ენერგიებზე მინდა, აი მეგობრებო, თქვენს ენერგიებზე მინდა დავმუხტო, რომ წავიკითხო თქვენი ენერგიები, აი თქვენი კარტი მეგობრებო, სად გარბიხართ, სად მიგეჩქარებათ, რაღაცას უახლოვდებით, რაღაცას გააუმჯობესებთ, გაუმჯობესებისკენ მიდიხართ, ძალიან კარგი კარტია. ხო, აი ეს უკვე მომწონს. ხო. ზრდა, შრომა, ნაყოფიერება. ეს ის მაიმუნია გუშინ რო ვახსენეთ ჩვენ ეთყობა, ჩვენი პარტნიორი. ესე გვეჯღანება შორიდან მეგობრებო. ჩავაბრუნებ ამას, არ გვინდა. არ გვინდა, კაცო. ხო გაგვიჭირვა საქმე, ყველა საღამოს ამ ჩვენმა პარტნიორმა. ჭორებს გაიგებთ რაღაცას მასზე. თქვენს პარტნიორზე რაღაცას გაიგებთ. გავბრაზდი ახლა. რაიმე ყველა კარტი გადამიცვინდა. დასწავლად გვაქვს დღეს საქმე. აი მეგობრებო, ნახეთ როგორ გადამიცვინდა კარტები. ხო. აი აჩეხვის დროზე ესე გადამიცვინდა კარტები. კი. აი ესე. რა დღეში ხართ? რა არის ეს? რა არის ეს? არა, კითხვები არ მაქვს. კითხვა-პასუხები არ მაქვს. ყოველ ჯერზე ვამბობ იმას, რომ კითხვაზე პასუხები არ მექნება, მეგობრებო. ძალიან გთხოვთ. მეც ცუდად ხვდები მერე და ბევრ თქვენთაგანს კიდევ გული წყდება, რომ რატომ არ ვუპასუხე, რატომ გამომჩა, რატომ სხვანაირად ვუპასუხე და ასე შემდეგ. არ მინდა. რაზე ვისაუბროთ დღეს? მოდი გავარკვიეთ ახლა დღეს რაზე უნდა ვისაუბროთ. ბატონო, რაზე უნდა ვისაუბროთ?
აქვე და ამ წუთას უნდა ვისაუბროთ, მეგობრებო. აი, რაზე უნდა ვისაუბროთ? ფიცი, მტკიცი. ჩვენი მიზნები, ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი ძალა. არო რაღაცის პირობა უნდა მივცეთ საკუთარ თავს. აქედანვე, ახლა და ამ წუთას დავიფიცოთ, უნდა რა? რომ ქვასავით ძლიერები ვიყოთ? ой, რომ ვიქნებით ბედნიერები. ბედნიერებაზე უნდა ვისაუბროთ ისევ. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა. ჩემო მეგობრებო, ეხლა უნდა ვისაუბროთ. ფიცი, მტკიცი. აი, მეგობრებო, ნახეთ. ჯერაც ვერ ხვდები რაზე უნდა ვისაუბრო, მაგრამ მოდი გავაგრძელოთ ამით, რაც იქნება, იქნება. რაც უნდა ვიცოდეთ, იმას გავიგებთ. დაიფიცოთ უნდა. დაფიცებაზე საუბრობს კარტი, რომ საკუთარ ინტერესებზე იბრძოლებთ, საკუთარ ბედნიერებაზე იბრძოლებთ, საკუთარ თავს მოუწყობთ ყოველთვის გაკვირვებებს, რომ მიაღწევთ ძალიან ბევრს, რომ ხართ თქვენ ძალიან ძლიერები სულიერად. და უნდა დაიფიცოთ, მეგობრებო, რომ ყველაფერს გააკეთებთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის. აი, ნახეთ დღეს ასწავლი რაღაც უცნაური საჯარო გაშლა გვაქვს დღეს. რომ დროს არ დაკარგავთ ფუჭად. იმიტომ რომ სამყაროს უნდა ასე. სამყაროც შეძრწუნებულია, მეგობრებო, თქვენი საცოდავებით. ამიტომ მოკლედ სამყარო ითხოვს თქვენგან ესეთ რაღაცას. სამყარო ითხოვს თქვენგან ეხლა მეგობრებო რას? რომ კატეგორიულად ითხოვს თან მეგობრებო, აი ნახეთ უბრალოდ. სამყარო ითხოვს იმას, რომ ეხლა თქვენ გადადიხართ, ან გადასულები ხართ ტრანსფორმაციაში და ეს არის თქვენი დავალება და მოდი ასე ვიტყვი, გამოცდა სამყაროდან, თუ როგორ შეასრულებთ ეხლა თქვენ ამ თქვენს დავალებას. და დავალება რაში მდგომარეობს, მეგობრებო? არ ვიცი ეხლა რა დავარქვა დღევანდელ ლაივს, მაგრამ ესე გავაგრძელებ ეხლა პირდაპირ უსათაუროთ. ხო. რომ ეხლა მიმდინარეობს თქვენი გამოცდა. სამყარომ მოგიწყოთ გამოცდა. და ეხლა აინტერესებს სამყაროს თქვენ როგორ შეასრულებთ ამ ყველაფერს, როგორ გაივლით ამ ეტაპს. როგორ ძლიერად გაივლით ამ ეტაპს. ძლიერები იქნებით თუ ამ დავალებას ვერ შეასრულებთ. ეს არის თქვენი ტრანსფორმაციის ნაწილი ეხლა. ტრანსფორმაცია თქვენი. თუ კი თქვენ ამ ტრანსფორმაციას კარგად გაივლით, მეგობრებო. ხო? მაშინ დაჯილდოვდებით და უყურე ეხლა თქვენი ტრანსფორმაცია რაში მდგომარეობს. ძალიან ადვილია ეს ყველაფერი ეხლა, მე თუ მკითხავთ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ პასუხს ამ წუთას გეტყვით. ძალიან ადვილია. აი, ასეთ სისულელებს უნდა მოეშვათ. მაპატიეთ ეხლა სისულელები რო ვახსენე, მაგრამ უნდა მოეშვათ. აი, ამას ამ მდგომარეობას უნდა მოეშვათ. ხო, აი ზუსტად გლუპიც არის სისულელე. საკუთარ თავში რო ეჭვი არ შეგეპაროთ, ერთი და ასეთ სისულელებს უნდა მოეშვათ. აი ასეთ დაცემულობას, რო დაცემულები ხართ, ამას უნდა მოეშვათ. უნდა დაიფიცოთ და სამყაროს უნდა მიცეთ ახლა პირობა იმის, რომ იქნებით ბედნიერები, იქნებით საკუთარი თავისთვის, მიაღწევთ ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ. სხვისი დახმარების გარეშე. სხვას არ დაელოდებით, მეგობრებო. სხვაზე არ იქნებით დამოკიდებულები, ხო? და აი ეს არის თქვენი ახლა დავალება, რომ ეს უნდა შეასრულოთ. ღმერთმანი მეგობრებო. ეს რა არის? რა დღეში ხართ? აი ამ წუთასვე, აქედანვე უნდა დაიფიცოთ სამყაროს წინაშე, მეგობრებო, რომ ძალას მოიკრიბავთ. აი ასე არ იქნებით. ძალას მოიკრიბავთ და ყველაფერს გააკეთებთ საკუთარი თავისთვის სიყვარულით, საკუთარ თავსაც მოუწყობთ გაკვირვებებს.
ამ წუთასვე მეგობრებო, აქედანვე. და ყველაფერს მიაღწევთ იმისთვის, რომ თქვენ რაც გინდათ. აი ასე მეგობრებო, დრო არ გაქვთ უკვე მეტი. მეტი დრო არ გაქვთ მეგობრებო. ქვიში საათი უკვე ჩართულია. თქვენ თუ ამ დავალებას არ შეასრულებთ. ეს არის თქვენი გამოცდა სამყაროდან, აი? Требования, задачи, испытания. თქვენ თუ ამ ყველაფერს არ შეასრულებთ ეხლა და საკუთარ თავთან არ იმუშავებთ ამ ყველაფერზე მეგობრებო, მე არ ვიცი. ამას არ გაპატიებთ უფალი და სამყარო. არავითარ შემთხვევაში არ გაპატიებთ. საოცრება ხდება დღეს. თუ არ გამოხვალთ ამ სიტუაციიდან. აი თუ ამ სიტუაციიდან არ გამოხვალთ, ხო? მეგობრებო, არ ვიცი რა უნდა გააკეთოთ სხვა უკეთესი. თუ არა და საკუთარ თავთან უნდა დაიფიცოთ. всё, მეტი გამოსავალი აღარ გაქვთ. რო იმუშავებთ საკუთარ თავთან, რო გააუმჯობესებთ თქვენ ცხოვრებას, რომ იქნებით აი ესეთი, რომ გახო რა, აი რა ვთქვა, ბავშვს როგორც უხარია ყველაფერი, აი ბავშვი, თქვენი ბავშვობა გაიხსენეთ, მეგობრებო, რა გინდოდათ, რას ოცნებობდით, აი რას გულისხმობდით ბავშვობაში, რომ გაიზდებით რაღაცა გექნებოდათ, რა არის ის? ხო აი რისთვისაც აი ოცნებობდით ბავშვობაში რა არის ის მეგობრებო ნუ შეგეშინდებათ ნუ რაფრის მეც აღარ გავაგზელებ ამ დასტით არის ის რასაც არავის ეუბნებით და არის ის რომ მეც მეტი არაფერი აღარ გითხრათ აქვე ყველაფერი ნათქვამია უკვე ის რომ ყველაფერი უნდა გააკეთოთ და სამყარო უნდა იყოს თქვენი კმაყოფილი ამ დავალებით. მეც არაფერს აღარ გეუბნებათ კარტი. მეგობრებო, აი ეს დასტა მეც არაფერს აღარ გეუბნებათ. სამყარო გაძლევთ დავალებას და მინიშნებას. აი ესაა დღევანდელი ჩვენი თემა. სამყაროს დავალებები და მინიშნებები. მეგობრებო სამყაროს მინიშნება და დავალებები რაც უნდა შეასრულოთ ეხლა თქვენზეა დამოკიდებული როგორ შეასრულებთ ამ ყველაფერს დანარჩენი თქვენზე მოუნდია უფალს всё აბა როგორ გიყვართ ეხლა საკუთარი თავი და როგორ ასიამოვნებთ საკუთარ თავს, აი უკვე გაკვირდებათ სამყარო მეგობრებო. როგორ გააუმჯობესებთ თქვენ ცხოვრებას, როგორ მიუდგებით თქვენ სურვილებს. ამაზეა უკვე საქმე. მეტი კი არაფერი გევალებათ მეგობრებო. ამას გეუბნებით სულ ყოველ დღე. ასიამოვნოთ საკუთარ თავს. მეტი არაფერი. მიაღწიოთ თქვენს წარმატებებს. თქვენი ინტერესები დაიცავით მეგობრებო, ამას გეუბნებათ კარტი, დაიფიცეთ, რომ თქვენს ინტერესებს დაიცავთ. დაიფიცებთ, რომ გააკეთებთ იმას, რაც მხოლოდ თქვენ გსურთ. მხოლოდ იმას, რაც თქვენ გხდით ბედნიერს. მხოლოდ იმას, რაც თქვენ გინდათ. და მხოლოდ თქვენი ზრდა. და მიღწევები. დანარჩენი არაფერი გევალებათ თქვენ. დანარჩენი მიანდეთ სამყაროს. აი ეს მეგობრებო, ამაზე ადვილი არაფერია. გარწმუნებთ. ამაზე ადვილი არაფერია, მეგობრებო. აი ესაა ჩვენი დღევანდელი საჯარო ლაივი. სამყაროს მინიშნება და დავალებები. ეს გევალებათ სამყაროდან. მეც არაფერს გაფრთხილებთ სამყარო მეგობრებო. ხო, დღეს ვისაუბრებთ თქვენს სურვილებზე, თქვენს ოცნებებზე, თქვენს მიღწევებზე, თქვენს დავალებებზე. ხო, აი ესაა საქმე. აი სადამდე მოვედით, ხედავთ? რომელი პარტნიორი? რა პარტნიორი მეგობრებო? რას ლაპარაკობთ? დღეს პარტნიორზე არ ვისაუბრებთ, სამწუხაროდ. იმიტომ რომ ყოველ დღე ერთი და იგივე არ შეიძლება. ერთი და იგივე ყოველ დღე არ შეიძლება. აი ასე.
აი კარტი გადავჭეხე. ისევ და ისევ სამყარო. აფეთქებები ხდება მეგობრებო. აფეთქებები. დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. ვის ჩაი, ვის წყალი. ნუ ეხლა ყავა თუ გიყვართ კიდე ღამე ხო? ძალიან კარგია. და მოდი ეხლა ვისაუბროთ დღეს ჩვენზე. ყოველთვის სხვაზე ხო არ ვისაუბრებთ, დღეს ჩვენზე ვისაუბროთ მეგობრებო. ჩვენს დავალებებზე, ჩვენს ბედნიერებაზე, ჩვენ გულს და სულს რა უხარია, ჩვენი შინაგანი მე რას გვეუბნება. მოდი ამაზე ვისაუბროთ დღეს რა. ძალიან სასიამოვნო იქნება ამაზე საუბარი. ვისაც გსურს, რა თქმა უნდა, ვისაც არ გსურს და არაა პრობლემა. ვისაც არ გსურს, ავსკროლოთ. ეხლა მაინტერესებს, ვინ ხართ თქვენ, ვინ მიყურებს ეხლა მე? მაინტერესებს ის, ვინ მიყურებს? დავიწყოთ მეგობრებო. ვინ მიყურებს ეხლა მე? ვინ ხართ თქვენ? როგორი ადამიანები მიყურებენ? აი, როგორი ადამიანები მიყურებენ? სამართლიანები. ადამიანები, რომლებიც ძალიან დიდ ჯილდოს იმსახურებენ. თავისი კარგი ქმედებებით და გულწრფელი სურვილებით და ადამიანობით. აბატონო. ხო. სხვანაირად აი ვერ წარმოვიდგენდი ახლა ამ ყველაფერს. აი ესეთი ადამიანები მიყურებთ ახლა მე. ადამიანები, რომლებიც არიან დანაკარგებში. ძალიან დიდ სინანულში. ადამიანები, რომლებიც ყველაზე და ყველაფერზე ზრუნავდნენ და ზრუნავენ. როგორც ჩანს, საკუთარი თავის გარდა. აი, ამ კარტებით რო ვიმსჯელოთ. კი, სამართლიანები ხართ, მაგრამ საკუთარ თავთან არა, მეგობრებო. საკუთარ თავთან არ ხართ მართლები. თორე ეს კარტები არ ამოვიდოდა აქ. მე მგონი მართალი ვარ. ჩემი დასტებით. ხა. ძალიან დიდ დანაკარგებში ხართ. წასულები ხართ იმ სიტუაციიდან, სადაც გქონდათ რვიანების თასები. იმიტომ რომ ეს რვიანების თასები არ არის დამაკმაყოფილებელი ურთიერთობაში ნებისმიერი მიმართულებით. მე არ მაკმაყოფილებს რვიანების თასები, როდესაც შემიძლია და უნდა მქონდეს ათიანები, რა რვიანები მეგობრებო, რვიანი რა ქულა, ეხლა ჩემთვის რვიანი რა ქულა, როდესაც შემიძლია მქონდეს ათიანი. ვინც არ დამიწერს ათიანს, მე იქ არ ვიქნები. ხო? ხო, ამბიციაც დიდი რამეა. რო ვთქვათ. კიდევ, როგორი ადამიანები მიყურებთ? ძალიან გულდაწყვეტილები. ადამიანები, რომლებმაც ძალიან რთული პერიოდი გაიარეთ, ცხოვრებისეული რთული გზა გაიარეთ. და ეხლაც გადიან. რთულ გზას გადიან. ხო. აი ესეთი ადამიანები მიყურებთ ახლა მე თქვენ. კიდევ როგორები მიყურებთ? მიხართ თქვენ. ხო, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ახლა შრომობთ, ბრძოლობთ და კი, თქვენ ცხოვრებას სხვანაირად უყურებთ. ანუ მუშაობთ საკუთარ თავთან და საკუთარ ცხოვრებაზე. კითხვაზე პასუხები არ მაქვს. ძალიან ბევრჯერ გავიმეორე მეგობრებო, კითხვებზე პასუხები არ მაქვს აქ. ამისთვის არიან სხვა ტაროლოგები და შეგიძლიათ მიმართოთ იმათ. ძალიან ბევრია კითხვებით, რომლებიც პასუხებს გაგცემენ. მე არა. თქვენ ხართ ახლა პაუზებში და პაუზებში ხართ მეგობრებო, აი როგორი ადამიანები ხართ პაუზებში. აი ხედავთ ჩემო ძვირფასებო. მორიელი, საღამომშვიდობის. აი ესეთი ადამიანები ხართ პაუზებში მეგობრებო, აი უბრალოდ სასწაულია რა, არ შეიძლება. არ შეიძლება, თქვენთვის არ შეიძლება ესეთი რაღაცა. ადამიანი, რომელიც არის იმპერატორის პოზიციაზე, ვინც არ უნდა მიყურებდეთ ახლა მამაკაცი თუ ქალბატონი, თქვენ ხართ იმპერატორები და თქვენი პაუზებში ყოფნა ყოვლად გამორიცხულია სამყაროში. არ შეიძლება, მეგობრებო. მორიელ რა გჭირს? რატო ვერ წელ? რულთან ხარ, ხო, ნუ გასაგებია.
მოგვისმინე მხოლოდ. ხო, ამიტომ რომ მეგობრებო, თავს შემოუძახეთ და ამ დანაკარგებიდან გამოდით, ამ პაუზებიდან გამოდით, უნდა გამოხვიდეთ. პასუხისმგებლობა. თუ არ გამოხვალთ, ვერ დაისვენებთ. თუ გამოხვალთ ამ ყველაფრიდან, დაისვენებთ კი. დასვენება გჭირდებათ, მეგობრებო. ძალიან დაღლილები ხართ. ამ პაუზებით ხარ დასვენებთ, პაუზებიდან გჭირდებათ დასვენება, თორე დაღლილობის დასვენება არა, პაუზებიდან ხართ დაღლილი. ძალიან ბევრი სურვილები გაქვთ, მეგობრებო. თუმცა გაურკვევლობაში ხართ და კოშკი გაქვთ. არ ვიცი ხარ რა დავარქვა ამ ყველაფერს, მაგრამ კი კოშკებში ხართ, ნგრევებში ხართ. ურთიერთობის გაწყვეტებში ხართ. რა ვიცი, მეგობრებო. ძალიან ესეთი პოზიცია გიკავიათ პაუზების და რატო ხართ ესე? არ ვიცი. კიდე ვინ ხართ თქვენ? გადა? მორიელი, შენი კარტია ეს. მორიელი. აი ეს შენ ხარ, გადაადგილებაში ხარ. აი ზუსტად რულთან რო ხარ, ეს ხარ შენ. კი, ბევრს გიყვართ სამოგზაუროდ წასვლა, ადგილსამყოფელის გამოცვლა. ბევრი ფიქრობთ წასვლაზე. ბევრი რაღაც რიტუალებზე ფიქრობთ, ბევრს ქორწინება გინდათ, იმაზე ფიქრობთ. ხო, ბევრი ძალიან პრაქტიკული ადამიანები მიყურებთ. ეს ბიზნეს საქმიანობის მცოდნეები, კი ბატონო. კიდევ ძალიან აქტიური და თავდადებული ადამიანები ხართ, ძლიერები, ძალიან დიდი ანალიტიკური ჭკუის მქონეები ხართ, მეგობრებო. გამოცდილები და ავტორიტეტულები. თუმცა, ცოტა ეგოისტებიც და ჯიუტებიც. რომელი ხართ ახლა, რომელი იუარყოფთ ახლა ამას არ ვიცი, მაგრამ ძალიან ბევრი ჯიუტი ხართ. საკუთარ სიტყვას არ გადახვალთ, რასაც სიტყვით ის არის უკვე всё. კანონი. ხო, ეხლა ამას თუ არ ჩავთვლით, რომ გამარჯვება კი, აი თქვენი ამ სიჯიუტით შეიძლება ბევრი იმარჯვებთ. ან გინდათ გამარჯვება, აი თითქოს რაღაცას დაიჩემებთ და გინდათ გამარჯვება. ეხლა ვინ რას იჩემებთ, გასარკვევია იგი და საინტერესოა, მაგრამ სიჯიუტით ზოგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ხო. ორი კარტი ბალანსის. ორივე კარტი ბალანსის, მეგობრებო, ერთად. აი, ეს გაკლიათ თქვენ. თქვენ გაკლიათ ბალანსი. საკუთარ თავში უნდა იპოვოთ ძალა და ბალანსი. ამ მდგომარეობიდან უნდა გამოხვიდეთ. პაუზებიდან უნდა გამოხვიდეთ. საკუთარი თავი უნდა მოიყვანოთ ბალანსში და ყველაფერი წავა ხუთიანზე. გარწმუნებთ. ერთადერთი რაც პრობლემას გიქმნით, არის აი ზუსტად ეს, რომ ბალანსი არ გაქვთ. აი ესაა თქვენი დიდი პრობლემა. ეს გიქმნით დაბრკოლებებს, მეგობრებო. ყველაზე დიდ დაბრკოლებებს გიქმნით ეს. აი ნახეთ? ხო. ყველაზე დიდი დაბრკოლება არის თქვენი ბალანსის არ ქონა. თქვენ რომ ბალანსში იყვეთ, საკუთარ თავთან რომ ბალანსი გქონდეთ, აი ყველაფერი გექნებათ არაჩვეულებრივად. ხო. აი მეგობრებო. აი ესე გექნებათ ყველაფერი. აი ესე აღარ იქნებით. ესე არ იქნებით. არ ვიცი ვის რას უმტკიცებთ, მაგრამ აი ნახეთ როგორი კარტებია. მაინც ურთიერთობაზეა საუბარი. აი გინდათ რომ ამ ურთიერთობაში იყოთ მთავარი, გინდათ რომ აი ეს თქვენი საკუთრება იყოს. არ ვიცი ახლა როგორ მიიღებთ ამ ყველაფერს, მაგრამ კი თქვენ გონიათ რომ თქვენი პარტნიორი უნდა იყოს თქვენი საკუთრება. ესე არაა. ესე არ ხდება არსად, მეგობრებო. დღეს ცოტა სხვანაირი საჯარო ლაივი გვაქვს.
კი, ეხლა პირიქით ხდება. ადრე თუ თქვენი პარტნიორი იყო მესაკუთრე, ეხლა აქ გამოდის რომ თქვენ ხართ მესაკუთრე ძალიან. კი, მეც რაღაც მომენტში შეიძლება მეც ასე ვფიქრობ, კი, რაც ჩემია, ან ყველაფერი, ან არაფერი, მაგრამ ხო, მეც არ მიყვარს ახლა გაყოფილი ურთიერთობა, გაყოფილი ჭერი არ მინდა სხვისი, მართალია, კი. მაგრამ მეგობრებო, არც ისია საქმე. თუ ადამიანს არ უნდა ჩვენთან ყოფნა, ჩვენ ვერაფერს ვერ გავაწყობთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი საკუთრებაა. არავინ არავის საკუთრება არ არის. არავინ არ დააკავოთ. ხო. ბატონო. აქ არის კიდევ ურთიერთობაში, თქვენს ცხოვრებაში ხარ როგორ ენერგიებში ხართ, რაღაც გაურკვევლობა გაქვთ ურთიერთობაში ადამიანთან და თითქოს ფიქრობთ ამ ურთიერთობის გადარჩენას? პასუხისმგებლობის აღებას ფიქრობთ, მეგობრებო? ეხლა ვინც მიყურებთ, თქვენ გონიათ რომ თქვენ პასუხისმგებლობას აიღებთ და ყველაფერს მოაგვარებთ. ალბათ ამას ფიქრობთ. ხო, ამით გინდათ ეხლა ეს ყველაფერი თქვენ ხო, აი ზუსტად მეგობრებო, ჩემი პასუხი, მე საკუთრეობის პასუხია ზუსტად აქ. თქვენ რომ გინდათ, ისე გინდათ იყოს ყველაფერი და ესე არაა. კი, თქვენ გონიათ რომ ეხლა თქვენ პასუხისმგებლობას აიღებთ ამ ყველაფერზე, თქვენ ყველაფერს მოაგვარებთ, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, თქვენ როგორც გინდათ, ისე თუ იქნება, ყველაფერი იქნება ხუთიანზე. ხო, პასუხისმგებლობის აღებას ფიქრობთ. ასეთ ენერგიებში ხართ. კი, მზად ხართ ამისთვის, მაგრამ შედეგზე არ ფიქრობთ. შედეგზე არ ფიქრობთ. შედეგი უცებ მინდა ვკითხო ეხლა კარts. აი შედეგი ამის რას მოგიტანთ ეხლა ეს სიტუაცია. რას მოგიტანთ ეხლა ეს სიტუაცია, ბატონო? ეს სიტუაცია იმას მოგიტანთ რომ ამას თქვენი პარტნიორი ვერ აიტანს. აი ნახეთ მეგობრებო, აი ამ ორ კაცს დააკვირდით. ხმლების პაჟი და ხმლების დედოფალი. ორივე ბრძოლობთ. ეხლა ორივე ფიქრობთ რომ არა მე ვიბატონებ და არა მე. არა თქვენ, არა თქვენი პარტნიორი და აი ეს ამას ვირთმობთ, ვერც თქვენ და ვერც ის. პასუხისმგებლობის აღება უნდა მას და თქვენ ვირთმობთ. ჯიბრში ხართ, ეხლა ჯიბრში ხართ მეგობრებო, ამ ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ. თქვენ პარტნიორს ეჯიბრებით ეხლა რომ თქვენ უფრო მეტის პასუხისმგებლობის დაჭერა გინდათ ხელში სადავეების და თქვენი პარტნიორიც ამას ფიქრობს. ამ ენერგიებში ხართ მეგობრებო. აი ესეთია თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები. თუმცა ქვემოდან ნახეთ რა კარტია. შარიკურდიანი ეგ ხო? კი. ხო, ეს აქ ყავს, კი. სხვანაირად არ გამოვა. თქვენი პარტნიორი მოდის მოეთრევა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ხო, როგორც ჩანს ჩემო ძვირფასებო, თუ კი ემთხვევა თქვენს ენერგიებს, ჩემი ტაროს ენერგიები და ხასიათება თუ კი ემთხვევა თქვენს ენერგიებს, მეგობრებო, გავაგრძელოთ ყურება. გავაგრძელოთ მოსმენა. ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდი. უღრმესი მადლობა ყველას. თითოეული ლაიქისთვის, გამოწერისთვის, კომენტარებისთვის გაიხარეთ. და ჩვენი დღევანდელი თემა არის სამყაროს მინიშნება და დავალებები, რაც უნდა შეასრულოთ. რაზეც სამყარო ეხლა გაკვირდებათ, მეგობრებო, მეც არ გეუბნებით არაფერს
ეს არის თქვენი დავალება. დანარჩენი თქვენზეა, როგორ შეასრულებთ მეგობრებო. ვინც ახლა შემოგვიერთდით და ვინც ვერ მოისმინეთ თქვენი ენერგიები, აუცილებლად ატვირთავ YouTube გვერდზე და შეგიძლიათ მერე სრულად უსმინოთ მეგობრებო. მოკლედ თქვენი დავალებები და მინიშნებები. მინიშნებებს დავიწყებ იქედან რომ მეგობრებო, ჯერ ერთი გავიმეორებ. სამყარო ითხოვს თქვენგან პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, მეგობრებო, არა სხვაზე, არამედ სხვა რამეზე, არა, საკუთარ თავზე, რომ იყოთ ბავშვივით ლაღები, იზრუნოთ საკუთარ ზრდაზე, მიაღწიოთ იმას, რაც თქვენ გინდათ და თქვენს გულს უხარია და თქვენ შინაგან ბავშვს და მეს უხარია, იყოთ ბედნიერები, დატკბეთ თქვენი ბედნიერებით, გააკვიროთ საკუთარი თავი და საკუთარ თავს ასიამოვნოთ ბოლომდე, გააკვიროთ საკუთარი თავი მეგობრებო, ხო. გააბედნიეროთ, საკუთარი თავი შეიყვაროთ და ეს ყველაფერი ისე უნდა გააკეთოთ, რომ აი სამყარო თქვენგან პირობას ითხოვს. სამყარო ითხოვს თქვენგან ფიცს და პირობას, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, მეტი არაფერზე მეგობრებო, მხოლოდ თქვენთვის. რომ ყველაფერს გააკეთებთ მხოლოდ საკუთარი თავისთვის და ეს არის უკვე თქვენი გამოცდა. აბა როგორ გაივლით ახლა თქვენ ამას, ამ გამოცდას, როგორ ჩააბარებთ? ხო. ეს არის ერთ-ერთი კარტი, რომელიც მიკრძალავს მეტი რაიმის თქმას ამ დასტიდან. ხო. მეტის თქმის უფლება არ მაქვს ამ დასტიდან, მეგობრებო, ასე რომ კი. 2-3 კარტი ავიღე. თავარი თემა დატოვე, იმისი რომ ეს არის თქვენი ახლა გაკვირდებათ სამყაროს მინიშნებები არის ეს 5 კარტი. ეს 5 კარტი არის მინიშნება და დავალებები თქვენზეა. აი ზუსტადაც, რატომაც არა. ხო. და ახლა გავაგრძელოთ კიდევ მეგობრებო. კარტებს დღეს წავიკითხავ სწორ მდგომარეობაში, არა მოვაბრუნებ. იყვეს ესე. მოდი ვნახოთ ახლა მეგობრებო. ახლა ამ კარტით ვნახოთ, რა არის სამყაროს მინიშნებები, რადგან ეს დასტა გვიგრძალავს საუბარს. მოდი ახლა აი ტაროს დასტას დავიხმარ. რას მიგვანიშნებს კიდევ სამყარო, რა არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ და გამოვასწოროთ. თქვენ უკვე იმდენად გამოცდილი ადამიანები ხართ, მეგობრებო, ხო? შეგიძლიათ გონივრულად მოქმედება. საკუთარ თავთან უნდა ჩადოთ ყველანაირი ინვესტიცია. საკუთარ თავთან მხოლოდ ფინანსები, ზრუნველობა, ამას კიდევ ფუფუნებაც ქვია, კი. თქვენ ხართ საკუთარი თავის მეგობარიც, დაქალიც, ძმაკაციც და ყველაფერი. ამიტომ საკუთარ თავზე, კი, გადაერთოთ უნდა კიდევ. ხაი, ესე არ უნდა იყეთ. ესე აქ გამოსავალი არის. თქვენ ხართ ასე უბრალოდ ძალაგამოვლეულები თორე გამოსავალი გაქვთ, აქაც გაქვთ, ყველგან გაქვთ მეგობრებო. კი. კიდევ რა? ხო, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილების კარტია, რომ ამ რთული სიტუაციიდან უნდა გამოხვიდეთ. კიდევ რა მინიშნებას გაძლევთ სამყარო? მოკლედ, რაღაც ამბებს ელოდებით და თქვენ ამ ახალ ამბავს გაიგებთ. კი, სამყარო გაძლევთ იმ მინიშნებას მეგობრებო, რომ თუ კი რაიმე ამბავს ელოდებით, თქვენ ამ ამბავს გაიგებთ. აუცილებლად. სამყარო გაძლევთ იმ მინიშნებას მეგობრებო, რომ თუ კი რაიმე ამბავს ელოდებით, თქვენ ამ ამბავს გაიგებთ. აუცილებლად.